ესენი პატარა ბავშვები ვით არიან. მე მათში ზუსტად ჩემ ბებიას ვხედავ. ისიც ასე მელოდება და როგორც ესენი მელოდებიან. ძალიან დიდი წარსულით არიან. პროფესორებიც არიან. პედაგოგებიც არიან. ყველას თავისი ლამაზი წარსული აქვს და იმ წარსულით ცხოვრობენ. მოხუცთა პანსიონის ჩამოყალიბება ჩემმა საკუთარმა ისტორიამ გადამაწყვეტინა. მე 4 წლიდან დედა ბებია. დიდი ბებია, რომელსაც მე დიდი ხანი ვეძახოდი დედა ბებიას. ადრეასაკში შევქმნილი ოჯახი და წავედით უცხოეთში. ყოველთვის მენატრებოდა მე, ყველაზე ძალიან მართლაც მენატრებოდა. როდესაც გარდაიცვალა ეს იდეა იქ თქვი რომ როდესაც დაუბრუნდები საქართველოში მე ერთი ბებიის მაგალითად მეყოლება ძალიან ბევრი ბებია. მე ოცნება შევისრული, მე დღეს 10 ბებია მყავს. კეთინოს ამ ხუცების გარეშე ერთი დღე არ შეუძლია, მათი ცხოვრებით ცხოვრობს. ჩვენ ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი არის მეუღლისთვის ამ საქმის გაკეთება. ყოველივე ამას დიდი დრო სჭირდება, დიდი შრომა სჭირდება. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის გასაგები არის ჩვენი შვილებისთვის. და ამრაირად, ყველანაირად ვცდილობთ ჯერ თვით მოხუცთა პანსიონში, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული პირადად ჩვენს ბიჭებზე, ყველაფერს ვაკეთებთ. როცა დედამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ პრინციპში არ გავიპროტესტებია, რადგან ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თან პატარები არა ვართ, მე და ჩემი ძმა და ყველანაირად მხარში დაუდექით და არც დიდი მოვლა ჩვენ არ გვჭირდება და მოუაროს მათ, ვისაც სჭირდება, თან ეს დიდი მადლი არის. ამ ბებიების უმეტესობა არიან მარტოხელები, რომლებსაც შვილები არ აყავს. ზოგს ყავს შვილები, თუმცა ზოგი აკითხავს, მაგრამ აი მაინც ისინი მომელიან იცი როგორი თვალებით, რომ თითქოს უნდა თუ თავიანთი შვილი და თავიანთი ვიღაც დაინახონ ჩემში. მაგალითად არის ერთი ქალბატონი, რომელიც დღემდის მოყვანამდე მამუკას ეძახის. მიშვილი გაზარდა, როგორც თვითონ ამბობს. საკუთარი შვილივით, მაგრამ არც ერთხელ არ მოუკითხებია როგორც დროს ნახავს.
მე მათ საკუთარი ხარჯებით ვინახავ, მეუღლე და მე ვმუშაობ. შენობა შევიძინე. მათ ბევრი არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ სულ ცოტა მოფერება. წვნიანები უყვართ განსაკუთრებით, წვნიანი საჭმელები, მშრალ საჭმელებს ვერ ასჭამენ. ამ სახლში ძალიან დიდი მადლია. მე თვითონ კმაყოფილი ვარ აქ მუშაობით. ესენი ცოტა განსხვავებული მოხუცები არიან. უნდათ ჩვენი ხელით მოვლა, თვითონ არ შეუძლიათ გადაადგილება. ან ხელპირის დაბანა, ნებისმიერი საქმის კეთება. სხვისი ხელით დახმარებას მოითხოვენ. ჩვენ უკეთებთ ამას. მძღვნელობას არ ვაკლებთ. მათი ძირითადი საქმიანობა არის გართობა, ტელევიზორის ყურება, სიმღერა, ცეკვაც ეხერხება, ცეკვავენ. რა ვიცი, ლაპარაკობენ ერთმანეთში, ერთობიან. ყავს ესეთი მოხუცები, რომლებსაც არავინ არ აკითხავენ და ძალიან დაღონებულები არიან. სულ მათ გზას გასტირიან. ელოდებიან ყოველ დღე, მაგრამ ისინი მაინც არ მოდიან. ქეთინოს ამ მოხუცების გარეშე ყოფნა არ შეუძლია. ყველას ეფერება, ყველასთან ახლოს არის. აი ამ საქციელით თავის ბებიის ხსოვნას ჩემს პატევს. ესეც კარტოფილი, რამდენია სულ? თითქმის ყოველ დღე მოვდივარ ბაზარში, რადგან ვიყიდო ახალი პროდუქტები, მივიტანო ჩვენთან პანსიონატში მოხუცები, თავის დროზე დიასახლისები იყვნენ, თავის ხელით აკეთებენ, გვეხმარებიან. მათ უხარიათ, როცა მე ვიყურებენ დატვირთული შევდივარ პანსიონატში. რა თქმა უნდა, არ ავიწყდებათ ამ მოხუცებს ტკბილეული, როგორც პატარა ბავშვებს ისე უყვართ და ყოველთვის ვცდილობ არ მივიდე ხელსარიელი და მათი გულები გავახარო. საბავშვო ბაღში ბავშვების აღმზრდელი ვიყავ. აღმზრდელი ისეთი კარგი იყო იქა, რომ მენატრებოდა მშობლები რომ მეტყოდნენ ქაბატონო ნიაზი ხომ კარგად ახათ და აღარ მახსოვს. ისევ მიდიხარ, ისე მშორდები, ისევ შვება ბინდი.
ჩვენ წელს პანსიონატში ერთი ბებია გარდაგვეცვალა. მას ერთი შვილი ჰყავდა დაკარგული. შვილიშვილმა გთხოვა, რომ როგორც წესი ისე გაგვესვენებინა. მის გავასვენე, როგორც საჭირო იყო. მე მაშინ დავინახე, რომ მე ჩემ ბებიას გავუკეთე ის, რაც ვერ შევძელი რამდენიმე წლის უკან გამეკეთებინა. მე ამ ბებიების გარეშე ცხოვრება ერთი დღეც არ შემიძლია. მე დღეს პანსიონში კიდევ ერთი ბებია მივიღე. არ ვიყავი ამის ღირსი. აი როგორც უპატრონო, ისე გამოვედი. მე დღეს ქუჩაში ვარ დარჩენილი. ეს ჩემთვის პირადად როგორი ცხოვრებას მე მქონდა, ქუჩა არის ეს. მე ამის ღირსი არ ვიყავი ამის ღირსი. უმაღლესი მეუღლე, მთელი თბილისის 80% იცნობდა, ავტოგრაფი კი იყო. საქართველოში მარტო ჩემი მეუღლე გახდა სპორტის ოსტატი, ვერავინ ვერ გახდა. უმაღლესი მეუღლე დავკარგე. მე ჩემ მეუღლეს ორი გერი გაუზარდე. ერთი იყო მეორე კლასში, მეორე იყო მეოთხე კლასში. გავზარდე კიდევაც, დავაბინავე კიდევაც, ქორწილიც გადავუხადე, რაც საჭირო იყო ნივთიდან ყველაფერი, ყველას თავისი ოჯახია. დღეს მე ვინა ვარ? არავინ. ნოგეშინია, ჩვენთან ძალიან კარგად იქნებით. ჩვენ გულთბილი ხალხი ვართ. მე შენგენად გვალეია, ჩვენთან მოხვედი, მოდი გაგოცი. რა კარგი ხარ, რა გულთბილი ხარ, აი ესეთი გულთბილი ხელმძღვანელი ვყავ ჩვენ და თქვენს ეგეთი ჩახართ, თქვენი პირივით მე ვერავინ დადია. ალბათ რაღაცა გაქვთ გადატანილი არა? ხო? რა? ბოდიშ მოგიხდი? თუ რამე გასწარა პირიქით. ამბარათა პირიქით რო ტირიხათ. მე დაერიტახარ.